ვისაუბრებთ შებერილობის მკურნალობაზე, რადგან უამრავი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემით და სრულ მკურნალობას განვიხილავთ, რა არის ყველაზე ეფექტური და რომელ მკურნალობის მეთოდს რა შეზღუდვები აქვს, რომელია ყველაზე უსაფრთხო, რომელია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ამავე დროს. პირველ რიგში ვთქვათ, რა იწვევს შებერილობას. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის ხოლმე ჩქარა ჭამა. აეროფაგია ქვია. როცა ჰაერს ყლაპავს ადამიანი ჩქარა ჭამისას, ან როცა ღეჭავს საღეჭ რეზინს, მაშინაც ხდება, ან გაზირებულ სასმელებს როცა სვავს. და ეს ჰაერი საწავა. ერთი არის რომ შეიძლება დააბოყინოს ადამიანმა და ამოვიდეს ზევი და მეორე არის გადაეცემა ნაწლავებს და იწვევს შებერილობას. თითქმის შებერილობის 50% ამითაა განპირობებული. მეორე მიზეზი არის ნახშირწყლების ჭამა, ისეთ ნახშირწყლების, რომელიც ფერმენტირდება ბაქტერიების მიერ და ბაქტერიები წარმოქმნიან გაზებს და ესეთი საკვები არის მაგალითად ლობიო, ხახვი, ნიორი, ვაშლი, ხორბალი და ადამიანმა ძალიან კარგად იციან მაგალითად რომ ლობიო იწვევს გაზებს ზუსტად მაგიტომ რომ ფერმენტირდება. ფერმენტირება რას ნიშნავს? იშლება ამ ბაქტერიების მიერ და წარმოიქმნება გაზები ბაიპროდუქტად, ანუ ერთ-ერთ ამ ბაქტერიების ცხოველმოქმედების შედეგად ერთ-ერთი პროდუქტი არის ეს გაზი, რომელიც ნაწლავებში გროვდება. მესამე მიზეზი არის ხოლმე ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზის აუტანლობა არის დაკრებულია ბევრი ადამიანი, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს ლაქტოზის აუტანლობა რაღაც დოზით და იციან ადამიანმა რომ რძის პროდუქტს რო შეჭამ, ან დალევ ემართებათ ფაღარათი, ან შებერილობა, ან გაზები. მეოთხე ხშირი მიზეზი არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ზედმეტად მგრძნობიარეა ნაწლავური სისტემა და თავის ტვინის და ნაწლავების ურთიერთქმედება არის ზედმეტად გადაჭარბებული, ანუ რაც ჩვეულებრივ ადამიანში არ იწვევს პრობლემებს, როცა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს ადამიანს, ზედმეტად აღიქვავს, აი ჩვეულებრივი გაზები, რაც გროვდება ნაწლავებში, ვისაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს, ზედმეტად ეჩვენება რომ გაზები აქვს და ასე ტივილი, ფაღარათი, დიარეა, ზოგჯერ შეკრულობაც. და შეკრულობაცაა თვითონ გაზების მიზეზი ხშირად, იმიტომ რომ განავლის შეკავება ნაწლავებში იწვევს გაზების დაგროვებას და საკვების ფერმენტირებას ზედმეტად და გაზების დაგროვებას. ამიტომ თვითონ შეკრულობაც ერთ-ერთი მიზეზია. ანუ იმ ადამიანს, ვისაც შეკრულობა აწუხებს, ხშირად აწუხებს ხოლმე გაზები. მეექვსე მიზეზი არის ცელიაკია და გლუტენის მგრძნობელობის დარღვევა. ეხლა ეს ცელიაკია არის დაავადება, რომელიც არის გლუტენის აუტანლობა, ანუ ადამიანი როცა ჭამს გლუტენს, გლუტენი არის ცილა, რომელიც შედის პურეულში და ეს პურეულს რო ჭამს, ვერ ინელებს და ადამიანს ემართებათ ფაღარათი, ვერ ითვისებენ საკვებს, ემართებათ შებერილობა და პოპულაციის დაახლოებით 1%-ს რაღაც დოზით გამოხატული, მცირე მსუბუქად მეტს. ზოგ შემთხვევაში ხდება ასევე წვრილ ნაწლავში ზრდა ბაქტერიების, არანორმალური ბაქტერიების, რომელიც ფერმენტაციას ახორციელებს ასევე საკვების წვრილ ნაწლავში და გაზ და შებერილობას იწვევს. ეგ დაახლოებით არის 15%-ში პოპულაციის და 80%-ში ვისაც აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ანუ აი ეს ბაქტერიები, რომლებიც მსხვილ ნაწლავში უნდა იყვნენ ნორმაში, გადმოდიან წვრილ ნაწლავში და იქ აფერმენტირებენ საკვებს და გაზებს იწვევენ. და იშვიათი მიზეზი არის პანკრეასის ფერმენტების უკმარისობა, იშვიათია, თუმცა შესაძლებელია და ამიტომ ახლა რომ პანკრეასის ფერმენტებს რო იღებენ ხოლმე ადამიანები. ასევე ხელოვნური დამატკბობლები, მაგალითად სორბიტოლი, მანიტოლი, ეგენიც იწვევენ გაზების დაგროვებას ზოგ ადამიანებში, ყველაში არა. და ჰორმონული
ცვლილებები, ჰორმონული ცვლილებების ასოცირებულია გაზებთან, მაგალითად მენოპაუზა, პრემენსტრუალური სინდრომი, რა თქმა უნდა ყველა ადამიანში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში. ეხლა ვთქვათ, მკურნალობა რა არის შებერილობის. კლასიკა, ანუ ყველაზე მთავარი მკურნალობა რეალურად არის სიმეტიკონი. სიმეტიკონი არის წამალი, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომია, მოკლედ, არის ძალიან უსაფრთხო. იყიდება რეცეპტის გარეშე და შლის გაზებს. ანუ გაზების დაშლას უწყობს ხელს და მნიშვნელოვნად ეხმარება თითქმის 70% შემთხვევაში. კვების შემდეგ მიიღება ხოლმე 40 მგ უმეტესად ან დაწოლის წინ, ზოგჯერ უფრო მაღალი დოზაც. პრობლემა რაშია ახლა მისი? მიზეზს ვერ მკურნალობს. მიზეზი თუ არის გლუტენის აუტანლობა, მას ვერ მკურნალებს, რა თქმა უნდა, სიმეტიკონი უბრალოდ შეგიმსუბუქებს მდგომარეობას. ეს არის იგივე თუ ვთქვათ ლობიოჭამე, რა თქმა უნდა, მიზეზს ვერ მკურნალებს, გაზები წარმოიქმნება, მაინც მას შეამსუბუქებს ამ გაზების დაშლის და ადვილებს გაზების პასაჟს, გადასვლას ნაწლავებში და გამოსვლას გარეთ. მეორე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, რასაც იყენებენ და რაც ასევე მაღალ ეფექტური არის აქტივირებული ნახშირი. და ადამიანები, ვისაც აწუხებთ გაზების დაგროვება, ხშირად სვამენ ხოლმე ნახშირს. ნახშირი იწოვს აი ამ გაზებს და ამცირებს მნიშვნელოვნად 60% შემთხვევაში ადამიანებისას, ვისაც აწუხებს შებერილობა, უმჯობესებს მდგომარეობას. ძალიან დიდი შედეგია რეალურად და 500-დან 1000 მგ-მდე მიიღება ხოლმე კვების მერე ნახშირი. ნახშირის გამოყენება ხანგრძლივად არ არის რეკომენდირებული და მეორე დიდი უარყოფითი მხარე აქვს, რომ წამლებს თუ სვავთ, რაიმე წამლებს, წამლების შეწოვას ხელს უშლის. ამიტომ შეიძლება რომ ამ წამლის ან ეს წამალი, რომელიც იმენზე შეიძლება ხარ, გინდაგილევე, გინდა რა ეგეთ შედეგი ქონდეს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, რომ თუ ნახშირს სვავთ, გაითვალისწინოთ, რომ წამლების შეწოვას ხელი შეუშალოს. Peppermintis ზეთები არის ეგეთი ეს მენთოლი იგივე ოღონდ მისი ზეთი და ენტერული ფორმით ენტერულად დაცული ფორმით. ამას ეძახიან, როცა კაფსულები გინახე ყვითელ კაფსულებში რო არის ხოლმე ზეთოვანი რამე ჩასხმული, ხო? ეგრე არის მაგალითად ომეგა-3 ხშირად, D ვიტამინი და ესეთი ფორმით პეპერმინთის ზეთი საქვს ანტისპაზმის მომხსნელი მოქმედება აქვს კუნთებზე, ნაწლავების კუნთებზე და ამცირებს მნიშვნელოვნად შებერილობას და სადღაც 80%-მდე აქვს ეფექტურობა, რაც ძალიან მაღალია სინამდვილეში, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს. 180 მგ-ს ერთ-ორჯერ კვების წინ. ეს არის ხოლმე სტანდარტული დოზირება. მოკლედ, ზოგადად არის ძალიან უსაფრთხო და პრობლემა არ აქვს. ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს, რომ შეიძლება ზოგი ადამიანების შემთხვევაში გულზმარვა გააძლიეროს. თუმცა თუ კი მნიშვნელოვანი გაზების პრობლემა აქვს ხოლმე ადამიანს, მისთვის ძალიან დიდი შვება. ხო, გულზმარვის მკურნალობა ცალკეა საჭირო და ვისაც გულზმარვა არ აქვს, მისთვის მით უმეტეს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გააძლიეროს გულზმარვა, ვისაც აქვს გულზმარვა. ლაქტაზას ფერმენტები არის შემდეგი, რაც იყენებენ ხოლმე. ხო, ეს ლაქტაზას ფერმენტი დასალევია მოკლედ სანამ შეჭამ რძის პროდუქტს. ოღონდ ლაქტაზას ფერმენტი მარტო ეფექტურია მაშინ, თუ ლაქტოზის აუტანლობა გაქვს. ანუ სხვა მდგომარე თუ რძის პროდუქტების აუტანლობა გაქვს, მარტო მაშინ შველის მოკლედ. სხვა შემთხვევაში არ შველის და აზრი არა აქვს. ამიტომ ტყუილად არც ფული არ უნდა გადაყაროს ადამიანმა და უნდა იცოდეს, რომ რძის პროდუქტების აუტანლობა აქვს, ეგაა მნიშვნელოვანი. პრობიოტიკები არის შემდეგი, რაც ძალიან ეფექტურია. მაგალითად ბიფიდობაქტერიუმ ინფანტის ან ლაქტობაცილუს რამნოზუს ეგენი არის ძალიან ეფექტურები, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავურ ფლორას, ანუ
რეალურად ეს სასარგებლო ბაქტერიები, რომელიც ამ ფლორას აუმჯობესებს და გაზებს ამცირებს 70%-იანი ეფექტურობა აქვს. დღეში 1-2 კაფსულა მიიღება ხოლმე, ოღონდ ხანგრძლივად უნდა მიიღო, 4 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში. ძირითადად მიიღება საკვებთან ერთად. და ეფექტურია, ძალიან უსაფრთხოა, თუმცა, ეფექტი ზოგი ადამიანისთვის მეტად არის, ზოგი ადამიანისთვის ნაკლებად, 100%-იანი ეფექტურობა არ აქვს, თუმცა ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა გრძელ ვადიანათაც კი. კიდე არის რომ იღებენ ხოლმე ფერმენტებს, მომნელებელ ფერმენტების მიქსი არის ხშირად, რომელიც ეხმარება რომ ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები მოინელოს ადამიანმა. 60%-იანი ეფექტურობა აქვს დაახლოებით, კვების წინ მიიღება ხოლმე როგორც წესი. და თუ ადამიანს ზოგადად ნორმაში აქვს ეს ფერმენტები, იმათ დიდად ვერ ეხმარება ხოლმე. მარტო იმ შემთხვევაში თუ ფერმენტული უკმარისობა აქვს. რიფაქსიმინია კიდე ესეთი, რომელიც არის ადგილობრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ძალიან ეფექტურია, როცა ზედმეტი არასასურველი ბაქტერიებია, ამ შემთხვევაში არის ხოლმე ეფექტური, განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს. ეს განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ვთქვით, რომ სწრილ ნაწლავში, როცა არის ზრდა არასასურველი ბაქტერიების 550 მგ სამჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში მიიღება ხოლმე, როგორც წესი უსაფრთხოა, ადგილობრივი მოქმედება აქვს და მწვანე ძვირია, ეგ რიფაქსიმინს ეგ უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა ძალიან ეფექტურია, თუ კი არასასურველი ბაქტერიების ზრდა არის წვრილი ნაწლავში, როგორც გითხარით. შემდეგი მედიკამენტი არის დომპერიდონი. დომპერიდონიც ძალიან პოპულარულია და ზრდის ნაწლავურ მოქმედებას, ნაწლავების მოტილობას, ნაწლავების მოძრაობას ზრდის 75%-იანი ეფექტურობა აქვს, როცა ადამიანს აქვს შებერილობა და თუ კი ნელა უთავისუფლდება კუჭი, კუჭის დაცლას აჩქარებს, 10 მგ მიიღება ხოლმე სამჯერ დღეში კვების წინ. რისკი აქვს, შეიძლება გულის რითმის დარღვევა გამოიწვიოს, QT ინტერვალის გაზრდა, ამიტომ არის რომ თუ გულის პრობლემები ან არითმიები აქვს ადამიანს, უნდა მოერიდოს და ხანგრძლივად არ გამოიყენება ხოლმე, ხანმოკლედ გამოიყენება ძირითადად 2 კვირის ფარგლებში. ამიტომ დომპერიდონს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეფექტურია, ბევრ შემთხვევაში მაინც ხშირად არ გამოიყენება ხოლმე. მეტოკლოპრამიდია ასევე, რომელიც გულისრევის და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და თან დომპერიდონივით ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს, თითქმის 80%-იანი ეფექტურობა აქვს და 5-10 მგ გამოიყენება ხოლმე კვების წინ. დისკინეზის რისკი აქვს, ნევროლოგიური რისკები აქვს მოკლედ და ეგეც ხანმოკლე დროით გამოიყენება, თუ ძალიან აწუხებს ადამიანს რა, თუ ძალიან არ აწუხებს, მაშინ არაა საჭირო მეტოკლოპრამიდის გამოყენება. და მაგნეზიუმ ციტრატი ან მაგნეზიუმის ოქსიდი, ორივე ხსნის მნიშვნელოვნად გაზების დაგროვებას და განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებს, ვისაც შეკრულობა აწუხებს ხოლმე და შეკრულობასთან ასოცირებული გაზების დაგროვება თუ აქვს ადამიანს, მაშინ თითქმის 90%-იანი ეფექტურობა აქვს. მაგნიუმის ციტრატი ან მაგნიუმის ოქსიდი ძალიან ეფექტურია, 200-დან 400 მგ-მდე არის დღიური დოზა. ხშირად საღამოს სვამენ ხოლმე. და მსუბუქად საფაღარათო ეფექტი აქვს, ძლიერი საფაღარათო არა, მაგრამ მსუბუქად საფაღარათოა. რამე მნიშვნელოვანი შეზღუდვა არ აქვს, უბრალოდ ძალიან ხანგრძლივად და დიდ დოზებით გამოყენება არა სასურველი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი ნაწლავები, შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. სენა და ბისაკოდილი კიდე არის ხოლმე, რომელიც ნაწლავის მოქმედებას ეგეც საფაღარათოებია ორივე, სინამდვილეში
სენას ფოთლები, ბისაკოდილის საფაღარათოა, საკმაოდ ძლიერია ორივე და ეგენიც ძალიან ეფექტურია თუ ხსნის როცა არის შებერილობა ასოცირებული შეკრულებასთან, თითქმის 80%-იანი ეფექტურობა აქვს ხოლმე, მიიღება უმეტესად ღამით და დაბალი დოზებით 8-17 მილიგრამი სენას შემთხვევაში მიიღება ხოლმე და ხანმოკლე დროიდან დიდი ხნის განმავლობაში მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული, შეჩევას იწვევს და არ არის სასურველი. ფსილიუმი არის ერთ-ერთი საუკეთესო კიდე. ფსილიუმი არის პრებიოტიკი, რომელიც ეხმარება სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ასევე ნაწლავების გამავლობას აუმჯობესებს და როცა შეკრულობით აქვს ადამიანს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან გაზების დაგროვება შეკრულებასთან ასოცირებული, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, თითქმის 70%-იანი ეფექტურობა აქვს. 5-10 გრამი წყალთან ერთად დღის განმავლობაში მიიღება ხოლმე, ხშირად იღებენ ხოლმე კვების წინ, რომ მადას შეამციროს, მადის შემცირება შეუძლია. ხო, გაზები შეიძლება თავიდან გააძლიეროს, ამიტომ მაგაზე არ უნდა ინერვიულოს ადამიანმა, ცოტა დაბალი დოზით დაიწყე, მერე მოუმატე ორგანიზმის შეეჩვევა და პირიქით უშველის. ვაშლის ძმარი ასევე, ვაშლის ძმარი მონელებას აუმჯობესებს და დაახლოებით 50%-იანი ეფექტურობა აქვს. ერთი სუფრის კოვზი კვებამდე მიიღება, მოკლედ უსაფრთხოა და რამე ისეთ მნიშვნელოვანი პრობლემა არ მოყვება, ოღონდ ადამიანს არ უნდა ქონდეს წყლული, კუჭის წყლული არ უნდა ქონდეს, არ არის სასურველი. ასევე გვირილას ექსტრაქტი სპაზმის მომხსნელი ეფექტი აქვს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და მსუბუქ შებერილობას დაახლოებით 50% შემთხვევაში ხსნის. შეიძლება პირდაპირ ექსტრაქტის სახით ან ჩაის სახით დალიოს ადამიანმა, უმეტესად უსაფრთხოა მოკლედ. დიციკლომინი არის ასეთი პრეპარატი, ასევე ზოგან იყიდება ზოგ შემთხვევაში იყიდება რეცეპტით, მაგრამ უმეტესად რეცეპტის გარეშე სპაზმის მომხსნელია და განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისაც აქვს, მისთვის არის ეფექტური ბევრ შემთხვევაში 10-20 მილიგრამი სამჯერ დღეში გამოიყენება ხოლმე. ხო, ოღონდ არ არის რეკომენდირებული გლაუკომავისაც აქ იმ ადამიანებისთვის და ასაკონებისთვის და შეიძლება პირის სიმშრალე გამოიწვევს და ნევროლოგიური სიმპტომები, ამიტომ არ არის სასურველი მისი აქტიური გამოყენება. ჯინჯერი არის კიდე, ჯანჯაფილი გაგიგეთ ალბათ. ჯინჯერიც კუჭის დაცლას აუმჯობესებს და ნაწლავების მოქმედებას აუმჯობესებს და 60% შემთხვევაში ეფექტურია მოკლედ. 250-500 მილიგრამი მიიღება ხოლმე 2-3 ჯერ დღეში. უსაფრთხოა, შეიძლება ცოტა გულზმარვა გააძლიეროს ზოგიერთ ადამიანის შემთხვევაში. ასევე ტურმერიკი, იგივე კურკუმინი, სპაზმის მომხსნელი ეფექტი აქვს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ამცირებს ნაწლავის გაღიზიანებას. აი დისპეპსიური შებერილობა ვისაც აქვს იმ ადამიანებში 500 მილიგრამი 2 ჯერ დღეში, ოღონდ პიპერინთან ერთად არის ეფექტური, იმიტომ რომ ადვილად არ შეიწოვება. ასევე უნდა შევეხოთ ნოშპასაც, რომელიც არის სპაზმის მომხსნელი და არა ანტიქოლინერგული მოქმედება არ აქვს, ამიტომ ძალიან უსაფრთხოა მოკლედ და გლუკუნთებს მოდუნებას იწვევს საწვისმომნელობელ სისტემაში და ეხმარება შებერილობას და გაზებს, აინჰიბირებს ფოსფოდიესტერაზა 4-ს, ეგ არის მისი მოქმედების მექანიზმი და გლუკუნთების მოდუნებას იწვევს. ხო, რაც შეეხება ნოშპა არის იგივე დროტავერინი, ან სხვა დასახელებით გამოდის, მთავარი მოლეკულა არის დროტავერინი მოკლედ და ამცირებს სპაზმებს, ამცირებს ტკივილს, ნაწლავების, რომელიც შებერილობასთან არის ასოცირებული და სპაზმური ტკივილი როცა აქვთ ხოლმე მაგ შემთხვევაში 40 მილიგრამიანი ფორმებია ხოლმე, 40-დან 80 მილიგრამდე გამოიყენება 2-3 ჯერ დღეში, ანუ 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში და 240 მილიგრამს არ უნდა აცილდეს დღიური დოზა. სადაც
თუ კი ადამიანს სპაზმები აქვს თითქმის 90% ეფექტურობა აქვს, ამიტომ ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს და აი ეს ძველი და თუნდაც ბევრის მიერ უარყოფილი ნოშპა ერთ-ერთი საუკეთესოა მოკლედ სპაზმის მოხსნისთვის, ვისაც საწესმომნელებელი სისტემის ტკივილები ახასიათებს. ზოგადად ძალიან ეფექტურია განსაკუთრებით სპაზმებისთვის და პირდაპირ გაზებისთვის ნაკლებად, ანუ პირდაპირ შებერილობას ნაკლებად, მაგრამ შებერილობასთან ასოცირებულ ტკივილს ძალიან კარგად ხსნის. ძალიან იშვიათად რომ რამე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ქონდეს, ძალიან მაღალი დოზებით შეიძლება სისხლძარღვა დააგდოს, ან ალერგია, რამე სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აქვს. ძირითადად მიიჩნევა რომ არის ძალიან უსაფრთხო და ხო ნაკლებ ეფექტურია თუ ძალიან ძლიერი შეკრულობა აქვს ადამიანს და შეკრულობასთან ასოცირებული შებერილობა თუ აქვს, ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ძალიან დიდი ხნის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ძირითადად იმიტომ რომ უსაფრთხოების კვლევები ნაკლებად არის. ხო, ნუ რო შევაჯამოთ შებერილობას იწვევს ეს ბაქტერიების მიერ გაზის წარმოქმნა, ეგ არის ყველაზე მთავარი. ხშირად იწვევს ასევე შეკრულობა, შეკრულობისას განავალი ჩერდება და მერე ბაქტერიები გარდაქმნიან გაზებად და ეგ არის პრობლემა, როცა აირს ყლაპავს ადამიანი, ეგეც პრობლემა და ზოგჯერ არის ზედმეტი მგრძნობელობა ნაწლავების, როცა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს და შეიძლება გაზები ნორმალური რაოდენობით წარმოიქმნება, მაგრამ ადამიანს შეგრძნება აქვს, რომ ძალიან ბევრი გაზები წარმოიქმნება. ხო, ნუ მკურნალობაში კიდე სიმეტიკონი ერთ-ერთი საუკეთესოა, აქტივირებული ნახშირი საუკეთესოა, ნოშპა ერთ-ერთი საუკეთესოა, პეპერმინტის ზეთიც ერთ-ერთი კარგია და low FODMAP დიეტი ქვია, ანუ დაბალი FODMAP-ის შემცველი დიეტა, რომელზეც მაქვს მე ვიდეოები, შეგიძლიათ ნახოთ, ეგეთი კვებით თუ იკვებება ადამიანი, ნაკლებად ექნება შებერილობა. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ვისაც გინდათ დონაციები, ამისთვის აქაც გამოჩნდება და აღწერაშიც მითითებული მაქვს ანგარიშის ნომრები. ვისაც გინდათ დონაციას პლუს ჩემთან კონტაქტი ინდივიდუალური, ამისთვის მაქვს პატრეონი, ესეც მითითებულია აღწერაში და იქ შეგიძლიათ გამომიწეროთ ცალკე. ვისაც არც ერთი გინდათ, არც მეორე და უბრალოდ მოგწონთ ჩემი არხი, ეგეც ძალიან დიდი საქმეა, დაალაიქეთ, ან გამოწერეთ არხი, ან დააკომენტარეთ, ესეც ძალიან დიდი საქმეა, არხის განვითარებას ხელს შეუწყობთ. მადლობა კიდევ ერთხელ ყოველ თითოეულ თქვენთაგანს, ვაფასებ თქვენს ნებისმიერ აქტივობასაც, დონაციებსაც ძალიან და მადლობას გიხდით. მადლობა რომ გაინტერესებთ.